შალდაბადაზე დახოცეს 60 კვარტიერი. თითქოს ყველას არავითარი ხარდასხმა არ მოხდა. არამედ იყო სრულად ექორწინებიან შორის ეს. დაახლოებით დილის 10 საათი იქნებოდა, როდესაც გიამ გამაღვიძა. ძალიან უსიამოვნოდ გავაღვიძე, იმიტომ რომ იმ წუთში გამახსენდა სიზმარი, რომელიც მე სიზმრა და მოუყევი გიას. თითქოს ჩვენი სადიზნებლის ჭერი ახთილი იყო და ქურდები იყვნენ სახლში ჩამოსული. და მარტო ვიგერიებდი ამ ქურდებს. მართალია გია მეორე ოთახში იყო, მაგრამ არანაირად არ მეხმარებოდა. და ერთი ეს მოვახერხე, რომ ეს ქურდი სახეზე დავწვი. შემდეგ თითქოს რაღაც კიბურჩხალა შემომეხვია ზურგზე და კაიხანი ვიწვალე სანამ მოვკალი და სულ სისხლის ტბაში ვცურაო. გაეცინა ესეთ რაღაცებში სკეპტიკურად უყურებდა და მითხრა, რომ ახლა სიზმარაო, გეშინიო, არაფერი არ არის, ეგო საფანიკოა. ამ დროს კარებზე ზარი იყო და გიას მეგობარი ლევანი ჯაში ჩამოვიდა ბათუმიდან. თან იმ დღეს ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და ჩვენ ცხოვრობდით ლესელიძეზე იქვე. თავისუფლების მოედნიდან და შემოდგომის ძალიან ისეთი კაი ამინდი იყო და ფანჯრები ღია ქონდა და გარეთ რაც ხდებოდა, ფაქტურად ყველაფერი სახლში ისმოდა. და ცოტა ხანში გადაწყვიტეს, სანამ თქვენ სადაც გააკეთებთო, ბიჭები გავალთ, თან ნახავთ რა ხდება. არასოდეს ეს რაღაცა არ გამიკეთებია რა, ანუ სასტიკი წინააღმდეგი ტავები, გადაუდები გარებში, მოთხარ არაფერ გადაიშვებთ რა. დაახლოებით ასე 6 საათისთვის მომისმა კარების ხმა. მოთხარ ნამდვილად გაიპარენ ბიჭები, თქო, რომ გამოვედი ოთახში, ხედავ ესენი ისევ ზიანჩვეულებრივად იცინიან, საუბრობენ. ეკითხები გია სად არის? მითხრეს, რომ გიო, გოგონა შენთან გამოვიდა ასეთ ფაურო გოგებს მივახმარებდი. არ არის. გიას ბავშვობიდან შემიძლია რაღაც მომენტები გავიხსენო, ოღონდ დედას გადმოცემით, იმიტომ რომ გია 4 წლით დიდი იყო ჩემს. ბავშვი დაიკარგა, სადღაც 7 წლის იყო. ეძებენ, დეიდასთან გადავიდნენ, მოკლედ მთელი რაიონი შემოიარეს, გია არსად არ არის და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გია საწოლის ქვეშ, 7 წლის ბავშვი, სამუშკეტერს კითხულობს და დაძინებია იქ. მე-9 კლასში ვასწავლით. სწორედ იმ წლებში შეიქმნა ჩვენ მეოთხე სკოლა, ზესტაფონის მეოთხე სკოლაში მათემატიკის გაძლიერებული სწავლების კლასი. და რა თქმა უნდა, მოსწავლეების შერჩევით
ავიყვანეთ და გია ბუნებრივია მოხდა ყველაში რადგან იყო უნიჭიერესი. მე დღესაც მაგონდება მისი პასუხი კითხვაზე დასმული პასუხი. როგორი იყო მისი დგომა, ის რომ მერხზე დაალაგებდა ასე ორივე ხელს და გაღიმებული მიპასუხებდა შესანიშნავად, ჩემში უდიდეს სიამოვნებას იწვევდა. იყო ძალიან ერუდირებული. ბავშვობაში ბრონხიალური ასტმა აწუხებდა და ეხლა ჩვეულებრივ შეტევის დროს გია რაღაცას წერს. რო ჩამთავრდა შეტევა და ჩვენ ავიცით ახლა ავალაგეთ მაგიდა და დედა აიძახის რა და აქ მე ამოცანა გამოვიყვანე. ბიჭო მეთქი რა ამოცანა და თურმე აი იმ შეტევის დროსაც გია ამოცანას იყვანდა. იქ არ დაკარგა წუთი. ბავშვობიდან უცნობობდა ექიმობაზე. ძალიან უნდოდა და ეს სურვილი აიხდინა კიდეც, თუმცა პირველი წელიწადს ვერ მოეწყო, იმიტომ რომ რაღაც ნახევარი ქულა დააკლდა და პირველი წელიწადს მაინც ჩააბარა. და სხვათა შორის ძალიან დიდი გავლენაა მისი, რომ მისი ძმებიც და მისითაც სამივე მედიცინის მუშაკები არიან, ეს გიას დამსახურებაა. პროფესიული თვალსაზრისით ზის არჩევა პრინციპში ჩვენთვის რთული იყო, იმიტომ რომ ესეთი გამოკვეთილი რაღაც, ესეთი არ ქონია რა უნდა გამოსულიყავით და გიას ექიმობამ პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენც ექიმები გამოვედით. შემიძლია ვთქვა, რომ ის იყო ჩემი გზის გამკვალავი. მე რო დღეს ექიმი ვარ, მე რო დღეს მიანი ვარ. ეს მისი დამსახურებაა მხოლოდ და მხოლოდ. შეიძლება სხვა მიმართულებით წავსულიყავი, მაგრამ მეგონა აიღო ჩემი საბუთები და პირდაპირ შეიტანა. სხვაგან მაინც ყველაზე უკეთესი მაინც ჩვენი პროფესიაა. ჩვენ თაობაში იყო ძალიან ბევრი ძალით, რომელიც ვიღაცის ხათრით ან მშობლის ხათრით იყო მოწყობილი სამედიცინო ინსტიტუტში. სრული შეგნებით მას უნდოდა ეს სპეციალობა. გიას პირველ სექტორს შე რო ერთმანეთს შევხვდით, მთელ ჯგუფს შეუდგენია ღიური იყო ესეთი და დოსიე, სადაც ეწერა და ალფავიტის მიხედვით ყველა ჩვენგანზე ეწერა თავისი პირველი შეხედულება. ძალიან საინტერესო კუთხით ყავდით ყველა ჩვენგანი დანახული. ძალიან მე მაგალითად ჩემზე რომ წამეკითხე გიამ რაც ეწერა, იმ ჩამაფიქრა ძალიან და რაღაცა ჩემი მინუსების გამოსწორება, უარყოფითი მხარეების გამოსწორება ვცადე და გამიკვირდა. ისე ჭკვიანურად ყავდით ყველანი შეფასებული და ჩვენი თუ კარგი თუ ცუდი მხარე როგორ კარგად გქონდეთ დანახული. ბატონი გოგი ქავთარაძე, გარდა ამ დიდი თავის სახელოვნებო საქმიანობისა ატარებდა მარშიროვკებს ფილარმონიაში და სხვადასხვა ადგილას, აი აჭარის წინ იყო რაღაც ესეთ 70 წლის თავის რაღაც წლისთავები იყო 7 ნოემბრის და ოქტომბრის რევოლუციის და 1 მაისის და 7 ნოემბრო აი დემონსტრაციის მარშიროვკებს ჩვენ როგორც წესი გია ვაჟა იყო სიხარული რამოდენიმე ჩვენ მეგობრები დემონსტრაციის გამო, მარშიროვკის გამო იყავი განთავისუფლებელი ლექციიდან და ჩვენ იმის მაგალითად მივდივართ სახინგლეში. ეს სახინგლისში წასვლა ერთხელ შევქჩა, ორჯერ შევქჩა სხვადასხვა იმაზე და მე დააპირეს რომ აღარს ამოვადენ ზმრათო და
იყო ასეთი კომკავშირის დივანი არ მინდა გვარი და სახელი დავასახელო და გაგვიყვანეს რაღაც ბიუროს ხდომაზე რომ რატომ არ დადიხართ და იმ ბიუროს ხდომაზეც მივედით ცოტა ნასვამები და იყო ძალიან ემოციური აი მოდიში ამ ჟარგონისთვის აი მთელ იმ ბიუროს დაახურა თავზე ძალიან კორექტულად სხვა შორის ენა გაწაფული ქონდა შესანიშნავად ფლობდა აი ბევრ ქართულ ფილოლოგს შეეჯიბრებოდა ლექსიც იცოდა პოემაც ყველაფერი იყო მშვენიერი ცოდნა ქართული ლიტერატურის და აი ხარაგმებითაც შეეძლო ეთქვა პირდაპირაც არ მოერიდებოდა პირდაპირ აი ბიუროზე ისეთი რაღაცეები ილაპარაკა რომ იმას მოყვებოდა ან უნდა გაერიცხათ ან ამათ ვითომ არ გაუგონიათ და გაკეთდა ისე საბედნიეროდ რომ ვითომ ვერ გაიგონეს რა თქვა და რითი დაუსაბუთა ანუ როგორ არა აქვს მისთვის მნიშვნელობა აი ამ მარშიროვკას და ესეთ ღონისძიებას ყველა დღესასწაულზე ის რაღაცით გაგრძნობინებდა პატივისცემას, იცით? შეიძლება არავის არ გახსენებოდა ან ვიღაცას ახსოვდა დაუშვათ ის დღესასწაული, მაგრამ აი მატერიალური რაღაც მდგომარეობის გამო ვერ მოგიძღვნიდა საჩუქარს. აი გია შეეძლო მომენტალურად რაღაცით გაეხარებინა, აი იმის ნიჭი ქონდა. შეეძლო აი ყვავილის არა ბუჩკის რტო მოეტანა ისე ლამაზად და ეთქვა ისე ლამაზად ყველაფერი ეს გამოეხატა რომ აი დიდ ძვირფას თაიგულზე მეტად გაგხარებოდა ადამიანს ჩვენ გავიცანით ერთმანეთი 79 წლის 15 სექტემბერს სრულიად შემთხვევით ჩემი ნათესავი გოგოს კურსის KP იყო რუსთავში და დამპატიჟეს წავედი იქ. გიაც იმ დღეს ფეხბურთი იყო, ახლა აღარ მახსოვს ვინ თამაშობდნენ, იყო ფეხბურთზე წასული. ამ ფეხბურთზე სრულიად შემთხვევით შეხვდა თავის მეგობარ ბიჭს. და მეგობარმა უთხრა, რომ გია მოდი დღესო საკეიფოდ მივდივარ რუსთავში ჩემი ბიძაშვილის ჯგუფის KP და წამოდიო და წამოვიდა გიაც იქ. და იქ გავიცანით ერთმანეთი. და იმის შემდეგ ფაქტიურად მეორე მესამე შეხვედრაზე უკვე ცოლობა მთხოვა. მოგეხსენებათ ესეთი ხელმოკლე და გასამჯელო ესეთი ქონდა ექიმებს იმ პერიოდში რომ იძულებული იყო რამოდენიმე ადგილას ემუშავა, მუშაობდა მეორე სამშობიაროში, ლაგუნა ვერე რომ ქვია ახლა იმ საცურაო კომპლექსის ექიმი გახლდათ და საშენ-მასალათა კომბინატი იყო ასეთი აზბეგის გამზირზე, იქ იყო ექიმი. Gilbert 26 mais.
ეს მასიური ფსიქოზის მოვლენები იყო რა ხალხში ხა. ოჯახები იყო გაყოფილი, აი ზვიადისტებად, ჭანტურისტებად, ასე ერთმანეთის დაპირისპირება იყო და ამას ალბათ ძალიან მტკივნეულად განიცდიდა. ეროვნულ დემოკრატებს თანაუგრძნობდით, ასე ვთქვათ, ძმები ჩვენ ტყუპები. თვითონ გამოკვეთილი პოზიცია ნამდვილად არ ქონდა, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. სუიკეთკენ მიდიოდა რომ რაღაც უნდა მოხდეს ისეთი ქვეყანაში რაც ამ ხალხს გამოაფხიზლებს და ვარსათქმევინებს აი ამ ყოველდღიურ სიტუაციაზე რაც ხდებაო და რაც იმ პერიოდში ხდებოდა საქართველოში. გაზეთ თბილისში დაიბეჭდა სტატია, აღარ მახსოვს ავტორი, რომელშიც ასეთი ფრაზა იყო, რომ ჭირდება საქართველოს გმირი, რომელიც ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შეარიგებს. აი ესეთი და ვინ იქნება ის გმირი, რომელიც თავს გაწირავს, რაღაც ასეთი ფრაზები იყო და შეიძლება ამ სტატიამაც ძალიან იმოქმედა. მე ვიციო, ვინ იქნება ეს ავტორი. მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს, მე გაძლევ რომ სიყვარული კინოს აღარ გავს. იცი ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს, მე მოგცემ ძალას მოერიო და ჟანგებულ ფრთებს. ხომ ხედავ შენი გაბძარული გული ჩემიც ცემს, შენიც სიყვარული აზრი აღარ აქვს ძლებს. მითხარი რომ ეს განს და ანარქიას აღარ გავს, მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს. 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე თბილისში გაიმართა რაღაც სრულიად უცხო, სრულიად უჩვეულო სანახაობა, ამას ერქვა რა საერთაშორისო ფესტივალი, ჯამბაზების საერთაშორისო ფესტივალი. უძაური იყო ის ეს ამ მიტინგებს, რომელიც მაშინ თბილისში ამ 2 წერტილში ან 3 წერტილში იმართებოდა, თან სდევდა რაღაც წითელ ზოლად, რაღაც დიდ ველოსიპედზე შემსხნარი რაღაც სხვადასხვა ფერებად შეღებილი ხალხი. ჩირაღდნებით რაღაც მოთამაშე ადამიანები, რაღაც უცნაური სიტუაცია იყო, რაც რაღაც იმ ძიმე მდგომარეობას რაღაც ელფერსაც ძენდა თითქოს სახალისოს. და უცებ გაისმა რაღაც ესეთი ხმა, რაღაცა რომ აფეთქდება და უკვე ყველანი რაღაც ისე ვიყავით დაძაბულები, მთელი საზოგადოება ალბათ. რომ ნებისმიერ ესეთ ხმაზე ყველას რეაქცია ჰქონდა, რომ ქუჩაში გამოვიხეს, სწორედ ბორჯომის წყლების წინ იყო გადაკეტილი ამ ბლოკებით გზა. და დავინახე ადამიანი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. პირველი ხა, რა ვიცი, ინსტინქტური რეაქცია რაც ჰქონდა, ეგ იყო, რომ რაღაც მოსასხამი მეცვა ხელი და შევეცადე. ჩამეკრო. ცოცხალი იყო რა, როდესაც უკვე ალი ჩაქრა. კიდევ რაღაცას მეუბნებოდა თითქოს ეხა მე ზევიდან რაღაცე ვაწექი უკვე რა ჩამეკრეს. და ძალიან სწრაფად მოვიდა სასწრაფო. და როდესაც ეხა გამოვედი იქიდან ტროტუარზე აღმოჩნდე რომ კარგად აღარ მახსოვს როგორ აღმოჩნდე, მაგრამ მახსოვს უცებ მდგომარეობა რომ ჩვენს ერთ ახალგაზრდა მეგობრის ბიჭი კიზირიას მამას გადასცა თურმე ამ რაღაც წერილი და მახსოვს რომ ეს კაცი რაღაც ამ წერილს მაწვდიდა რა, რაღაცას მიყვიროდა იცი და ძალიან ძნელი გასახსენებელია ჩემთვის ეს ამბავი. ეს წერილი მოგვიტანეს გიას დაუდია ბარიკადებთან სანამ თავს დაიწვავდა. მაშინ მეორე საღამოს მოგვიტანეს უკვე ეს დაწერილი წერილი, აი ეს აგერალის მის ხელნაწერი, სადაც წერს რომ თვითონ იყოს უკანასკნელი მსხვერპლი, ოღონდ ქართველი ხალხი შერიგდეს და ღმერთს თხოვს პატიებას.
კიდე შემდეგ გავიგე, რომ იმ დამწვრობის ცენტრში მისულა მამა როსტომი. ქაშვეთის ეკლესიის მღვდელი და სანამ გადიშავდნენ გიას, ბოლო წუთებში ესაუბროთ გიას და ზუსტად მამა როსტომას თქვა, რომ ეგს მითხრაო, რომ მამაო, ღირდა ოკიო.